საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეულში ჩატარდა კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი წერ თავისუფალ თემას. აღსანიშნავია, რომ ამ კონკურსის მთავარი ორგანიზატორი და სპონსორი უკვე 2 წელია გახლავთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეულ. მოხარული ვართ უმასპინძლოთ ამგვარ ღონისძიებას ყოველწლიურად, რადგან ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა, მათი დაჯილდოვება. ჩვენ წელს გადავეცით 3 გამარჯვებულ მონაწილეს ფულადი ჯილდოები 1000 ლარის ოდენობით, მათმა მასწავლებლებმა მიიღეს 700 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდოები. ეს კონკურსი უკვე მეორედ ჩატარდა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეულში. ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ უნივერსიტეტის მხარდაჭერა, მასპინძლობა და მე მინდა მადლობა უთხრა მის რექტორს და იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან ამ საქმეში. ეს კონკურსი ორგანიზატორთა შეთანხმებით არის უკვე ტრადიციული, მან შექმნა მოსწავლეთა ფიქრის ახალი კულტურა საქართველოში. ძალიან ემოციური დღეა, ჩემმა მოსწავლემ გაიმარჯვა დღეს კონკურსში წერ თავისუფალ თემას. თავიდანვე მონაწილეობაც კი ამ კონკურსში და ასეთი ტიპის კონკურსში იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ძალიან დიდი ინტერესით და мотивაციით, ასე ვთქვათ, ჩავერთეთ, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვეულებრივი კონკურსი, ეს არის კონკურსი, რომელიც გამოხატავს თანამედროვე ახალგაზრდას, თანამედროვე ქართველს და გვიჩვენებს თუ რაზე ფიქრობს ის, რა უნდა უთხრას მას მსოფლიოს. აი წარმოიდგინეთ, ნინის თემა იყო სწორედ რას ეტყოდა ის კაცობრიობას და იმ თემაში გაიჟღერა, ეს არის ჩემი ხმაო, რასაც მივაწვდიდი არა მხოლოდ თანატოლებს, არამედ უფროსებსაც და სწორედ ამ ხმის გაგონება არის ძალიან მნიშვნელოვანი. უღმესი მადლობა ჟიურის თითოეულ წევრს, თუნდაც ინიციატივისთვის სეულს, რომელიც არის ასე ჩართული ამ ახალგაზრდების აღმოჩენის საქმეში, წახალისების საქმეში და რა თქმა უნდა არ მხოლოდ მოსწავლების, მასწავლებლებისთვისაც, რომ დღეს აღარ ვთქვათ, რომ დავუყოთ მასწავლებელი დღეს აღარ ფასობს ჩვენშია. ასე რომ ამ კონკურსმა ზუსტად ეს დაგვანახვა, რომ მასწავლებელიც ფასობს და ნამდვილად ჭეშმარიტად მოაზროვნი ახალგაზრდას. მე მინდა რომ გაგიზიაროთ ერთ-ერთი ნაწყვეტი ჩემი დაწერილი თემიდან. მე მინდა რომ ომი შეწყდეს. ეს ბავშვურად ჟღერს. ხო და ჩამთვალე ბავშვად, გუში რომ მოკვდა. ჩამთვალე ბავშვად, რომელიც გუშინ წინ დაობდა და იმ ბავშვად ჩამთვალე ხვალ რომ ესვრიან. გაიღვიძე კაცობრიობა, რადგან უკვე გათენების დროა. პირველ რიგში სეულს ვუხდით დიდ მადლობას ამ შესაძლებლობისთვის. ნამდვილად დიდი გამოცდილება და რაც პირველ რიგში სიამოვნება იყო, რომ მოვედით, დავწერეთ და ფიქრი გადმოვიტანეთ ფურცელზე. მე ვარ ნინო ხიდაშელი, 191 სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, კონკურსის 3 გამარჯვებულს შორის ერთ-ერთი. ძალიან მოულოდნელი იყო ამგვარი წარმატება ჩემთვის და ძალიან გახარებული ვარ და ბედნიერი. და რა თქმა უნდა, ულოცავ კონკურსის სხვა მონაწილეებსაც.